საქართველოს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ილიას უნივერსიტეტში იმიტირებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესი, რომელიც უნივერსიტეტის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების აკადემიური სწავლების ფორმატში მომზადდა, ნაციზმის წინააღმდეგ ნიურნბერგის 1945 წლის საერთაშორისო ტრიბუნალის სამართლებრივ კონცეფციას ეფუძნება. პირველ სასამართლოს ხდომაზე 1921 წლის სამართლებრივი ეპიზოდი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია განიხილება. პროცესზე უნივერსიტეტის სტუდენტები წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს არქივებში მოკვლეულ, გაანალიზებულ და სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად ჩამოყალიბებულ ბრალდებისა და დაცვის მასალებს წარმოადგენენ. სასამართლო პროცესს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პავლუაშვილი ხელმძღვანელობს. ეს არის უნივერსიტეტის ინიციატივა და სტუდენტების ინიციატივა. ჩვენ ბუნებრივია ამაში მხარში ვდგავართ, იმიტომ რომ ეს ერთი მხრივ აძლევს შესაძლებლობას, რომ სერიოზული კვლევებისათვის მოემზადონ სტუდენტები, როგორც სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში და ამავე დროს აძლევს შესაძლებლობას, რომ გარკვეული შეჯიბრებითების ელემენტებით კრიტიკული ანალიზი განუვითარდეთ. მეორე მხრივ ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურის განვითარებისას. საქართველოში ამ პროცესს მნიშვნელობა სწორედ იმიტომ აქვს, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვს საქართველოში ის ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ, რომელიც ჩემი აზრით სულად გაუმართლებელ ნიშნებს ანიჭებს საქართველოს არსებობის იმ პერიოდს. ჩვენ წარმოვადგენთ სასამართლო პროცესზე ბრალდების ხარეს, როგორც ცნობილია, გამარჯვებულებს არასამართლებდნენ, ასე რომ 1945 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, საბჭოთა კავშირს საკუთარ სოდვებისთვის პასუხი არავინ არ მოთხოვა, და აქედან გამომდინარე მას არანაკლები სოდვები ჰქონდა ვიდრე ჰიტლერულ გერმანიას. აქედან გამომდინარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გადაწყვიტა გაესამართლებინა კომუნისტური რეჟიმი.